რას იფიქრებ თუ გეტყვი რომ პირველი ფოტოშოპის სამყაროში ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ჰანს ჰოლბაინ უმცროსმა გამოიყენა. Mamma mia. შუა საუკუნეებია და მსოფლიოში ყველაზე ტოქსიკურ კაცსა და მეფეს ჰენრი მერვეს მესამე ცოლი გარდაეცვალა. და როგორ იქცევა ყველა დაქრუებული მამაკაცი, რომელსაც ახლახან საყვარელი მეუღლე გარდაეცვალა? რა თქმა უნდა, იწყებს ახალი მეუღლის ძიებას. Bellissimo. თან ისე რომ ქორწინება მის პოლიტიკურ ამბიციებსაც უწყობდეს ხელს. და ამ დროს სცენაზე შემოდის შუა საუკუნეების ტინდერი, იგივე სამეფო კარის მხატვარი. და ინგლისის მეფე მას გერმანიაში გზავნის ანა კლეველის პორტრეტის დასახატად. და რადგან ეს ქორწინება პოლიტიკურად გერმანიასაც და ინგლისსაც ძალიან აწყობდა და რადგან ჰენრი მერვე სასიყვარულო ურთიერთობებში მოსიარულე რედ ფლეგი გახლდათ და გარეგნობა ქალის მთავარ ღირსებად მიაჩნდა, ჰანს ჰოლბაინმა ამ ორი მარტოსული გულის შესაერთებლად პატარა იმპროვიზაციას მიმართა და გასაგებად რომ ავხსნათ, ანა კლეველი მსუბუქი ფილტრით დახატა. Incredibili. რასაც ამ გუგულების ნიშნობა მოჰყვა, თუმცა როცა ქორწილის დღეს სიძემ პირველად იხილა პატარძალი, ფილტრის პატარა საიდუმლოც გასკდა. ჰენრი მერვეს იმდენად არ მოეწონა რეალური ანა კლეველის გარეგნობა, რომ მასთან ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებაზეც უარი განაცხადა. მალევე განქორწინდა და ყოფილ მეუღლეს საყვარელი დის ტიტული უბოძა. ასე გახდა ჰენრი მერვე პირველი მსხვერპლი, რა გამოვიწერე, რა ჩამოვიდა კონცეფციის.